მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასონდა. ნახოთ აბა ეს ჩვენი ახალი დასტა. ლამაზია, მაგრამ რაღაც ვერ დავრჩი ესეთი აღფრთოვანებული მაინც. როგორ დაგალაპარაკება იქნებ, ლაპარაკით მაინც მოხიბლოს, კარგი, მითხარი აბა. შესაძლებლობებზე გვესაუბრება. შესაძლებელი ეს ისეთი ფერია. რატომ უნდა მაინც ამ ფერის მოვიტანე, კარგით. აქ ჩემო-კარგებო, შესაძლებლობები არის, მაგრამ ენერგიაც არის, ფინანსებიც არის. შანსებიც არის, ესეთი მდგომარეობები ასეთ პოზიციაზე ხართ და თქვენ გრძნობთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი და ეს არ არის რაღაც მოჩვენებითი, ხო? ეს შანსები. ყოველ შემთხვევაში აქ თითქოს ისე უნდა იყოს, რომ თუ მოისურვებთ პირადიც დალაგდეს, ფინანსებიც, ენერგია სამსახური, კარიერა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ესეთი ვარიანტში მიფიქსირდებით ჩემო-კარგებო. ყოველ შემთხვევაში თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ. ხო. კარგით, ნახოთ ამის შემდეგ დავუშვათ. რას გვეტყვის ტარო. მოდი, მაშინ ყველა საკითხი განვიხილოთ და როგორ იქნება პირველი რა დაფიქსირდა. ეთყობა ვიღაცას ეს ფინანსები. ხო. კი ბატონო. ფინანსები ალბათ ესეთ რაღაცა გაინტერესებთ. აქ როგორი რაღაც არის აუცილებლად, სხვათა შორის შემოდის ეს თანხა, თქვენ რაც გჭირდებათ, ის შემოდის ზუსტად. და ის თქვენი, ნახეთ, არჩევანი, დაუშვათ რაზეც გაქვთ გაკეთებული, მოფიქრებული გაქვთ, უკვე თქვენ იცით, რაში გჭირდებათ ეს თანხა. და მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა კიდე დრო არის მართალია საჭირო, მაგრამ დიდი შენაძენი. ეს შეიძლება იყოს ბინა, კომერციული ფართი, მანქანა, ოქრო და რაღაცა ხირებული, ხო? კარგით, ნახოთ როგორ იქნება კიდე ფინანსური კუთხე, ესე განვიხილოთ. ყოველ შემთხვევაში გეგმა თქვენი ნამდვილად მუშაობს. და მე ვფიქრობ, რომ აქ შესაძლებელია რაღაც წარსულში გაკეთებული საქმე, რაღაცები ესეთი თემა დაგეხმაროთ, შეიძლება ვინმეს დაეხმარეთ, ან ვინმეს რაღაცა იყო წარსულში, ან კლიენტებით თუ მუშაობთ, ის ხალხი დაბრუნდეს, ესეთი რაღაცები არის, ხო? თუმცა აქ გაქვთ ხანდახან ესე რომ თქვათ განცდა, ამას რა იწვევს? ნუ კარგად მესაუბრება მე ეს დასტა. ამას იწვევს არა, ეს ემოცია არის უბრალოდ შესაძლებელია აქ რაღაცებს რომ ანგარიშობთ, ან გადახედავთ, როგორი ვარიანტია გაქვთ, იცით, რომ მიყვებით და იანგარიშებთ. დიდ ხარჯებზე გადის და შეიძლება ეს იყოს თქვენი ემოცია, ხო? ეხლა მოდი რა გავაკეთოთ? ეხლა დავუშვათ ადამიანს ფეხსაცმელი აქვს საყიდელი სიტყვაზე, ვთქვათ, ხო, აქ ფეხსაცმელზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მერე რაღაცა კურტკა აქვს, შარვალი, დავუშვათ საცვლების. ერთად რო დაფიქრდები იმდენი დიდ თანხაზე გადის და ხო ჩაიქნიო ხელი, მაგრამ მერე მაინც აყიდულობთ ამ ყველაფერს. იგივე სახლში შესაძლებელია რაღაცას ელექტროტექნიკა გაგიფუშტათ და შესაძლებელი ის რაღაც გასაკეთებელი იქით, რემონტი იქით. რომ მიანგარიშებთ დიდია ხარჯი, მაგრამ მერე ნელ-ნელა მაინც ხო ამას აკეთებს ადამიანი. ნახეთ როგორაა თავიდან ამ ყველაფერს ალბათ განიცდით, რომ რამხელა ხარჯია რაღაცა, მაგრამ ეს არ არის ის მომენტი, რომ ვერ გაუმკლავდეთ თქვენ. უბრალოდ ეს არის მომენტალური ესეთი ემოციური ფიქრები. აქ აშკარად მე პირდაპირ გეტყოდით, რომ თქვენი ჩანაფიქრი რაც არის, ფინანსებთან დაკავშირებით, შენაძენთან დაკავშირებით, შეიძლება ეს ბიზნესი იყოს, სრული ნაყოფიერება გაქვთ. ერთმა მკითხა, სრული ნაყოფიერება რას ნიშნავს?
ნაყოფიერება რას ნიშნავს სიტყვას, რა ვიცი ახლა როგორ უნდა აგიხსნათ. ნაყოფიერება არის, რომ წარმატებას მიაღწევ, მოგებას ნახავთ, დავუშვათ ჩადეთ 100,000 და რა ვიცი 200,000 ამოიღებთ და არა პირიქით ხო გასავალი როცა მეტია შემოსავალი ნაკლები ეს კი არა, პირიქით ნაყოფიერებაში გადადით, ანუ შემოსავალი მეტია და გასავალი ნაკლები, ესა უკვე ნაყოფიერება დავუშვათ ის ბიზნესი რომ დაიწყეთ და განვითარდა და რა ვიცი ხალხი ყავთ დასაქმებული ან თუნდაც რა ვიცი თქვენ საკუთარ თავი დაასაქმეთ ხო და რეალიზაციას აკეთებთ და მუშაობთ ეს უკვე ნაყოფიერება არის ხო თქვენი საქმე რამე წამოიწყეთ და გამოგივიდათ ეს უკვე ნაყოფიერებაში სრული ნაყოფიერება იმას ნიშნავს რომ კმაყოფილი დარჩებით და როგორ აიცი იქ მინუსები და რაღაცა გუნატკენი არა ანუ მთლიანად ყველაფერი რაც თქვენ გინდოდათ ესე რომ გამოვიდეს ბოლომდე ეს არის და სხვათა შორის აქ არ არის გამორიცხული რომ ცნობადი ან გახმაურდეს თქვენი საქმე ან უბრალოდ ეს არის ის მომენტი რომ შეიძლება იმდენსაც მიაღწიოს აქ ვიღაცა ქველმოქმედებაზე გადავიდეს ან უბრალოდ როგორ არის იცით ძალიან მადლიერება კი ფიქსირდება აქ ცემთ თქვენ მათ გასცემთ ამას და მაგაზე აღარ გავაკეთებ აქცენტს იმიტომ რომ როცა სრული ნაყოფიერება ფიქსირდება იქ უკვე აღარ არის ხო რაღაც მინუსები და ისინი გასათვალისწინებელი აქ პირდაპირ დაწინაურება გაქვთ ჩემო კარგო ეს იმას ნიშნავს რომ ნახეთ თქვენ ამ ყველაფერს მიიღებთ და კიდევ უფრო ესე რომ ვთქვათ კიდევ რომ განვითარდება თქვენი საქმე და წინ წახვალთ აი ეს პოზიცია გზაზე თუ აპირებთ წასვლას კიდევ მიდიხართ კარგი ფინანსები ეს იყო მოდი ვნახოთ პირადში როგორ განვითარდება თქვენი საქმე რადგანაც ესე დაიწყო პირადში პირადში ვფიქრობ რომ რადიკალურად რაღაცები არის აქ შესაძლებელი და აქ არ არის გამორიცხული რომ როგორ არის იცით შეიძლება დღეს ვერ წარმოგიდგენიათ ან ფიქრობთ რომ როგორ აი ესე რაღაცებს ვერ იჯერებთ ხო და თქვენი გარკვეული აზრი უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ მაგრამ აქ იქნება სრული გარდაქმნა ეს უკვე გარდასახვას ნიშნავს აქ მთლიანი შეცვლა სხვათა შორის აქ შემოდის რაღაც ესე რომ ვთქვათ თბილი გრძნობები ემოციები ნახეთ ვიღაცა შეიძლება მართლაც გაიწმინდა გულის ჩაკრა არ არის გამორიცხული ხო პირველი ჩაკრაც კი ბატონო იმიტომ რომ ეს ორი ასე ვთქვათ ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანთან პირადი რომ დაალაგდეს ზოგადად აქ ზუსტად ეს არის რომ რაღაცა გარდასახვა აი თქვენი გარდასახვა იყოს შეიძლება ეს შეიცვალოს ცხოვრებისეული შეხედულებები დამოკიდებულებები ამ წუთში თქვენ ამაზე მთლად ესე არ გეფიქრებათ ვერ ფიქრობთ მაგრამ აქ აშკარად არის ეს პოზიცია და ნახოთ აბა ვინ შეიძლება იყოს აიცი კაცი როგორ არის ყოველ შემთხვევაში მამაკაცები ისმენთ თუ ქალები მე პირდაპირ გეტყვით რომ აქ ეს არის ადამიანი რომელიც ნახეთ რომელიც ცოტა შესაძლებელია ან მკაცრი ტიპაჟი ან ნარციზული ტიპაჟი ან შესაძლებელია იცნობთ თქვენ ამას ან ცივი გონების აზროვნება ხო ცივი რაღაცა ისეთი გრძნობებით რომ არ გადაწყვიტავს რაღაცას ესეთი ტიპაჟი არის ეს აი ესეთ ვარიანტში მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი ალბათ შესაძლებელია უფრო როგორ არის იცით ესე მომენტალურად გადაწყდება რა მე ცივად გადაწყვეტილი საქმე ცოტა ვერ მივხვდი როგორი არის მე პირადად მაგრამ რაღაცა შეიძლება ესე მკაცრად თუ რა ვიცი
ესე მკაცრად გადაწყდა, ცოტა დამაბნიე ხა. მკაცრად იქცევა. არა, მკაცრად არ იქცევა, ეს ტიპაჟი არის ასეთი. პირიქით ძალიან უშუალო არის, მე აქ ასე ვიტყოდი უშუალოდ. თქვენთან მიმართებაში არ არის. უბრალოდ აქამდე შეიძლება იყო, ან ზოგადად ესეთი ტიპაჟი არის. თქვენთან მიმართებაში ძალიან უშუალო ნაბიჯები ექნება ამ ადამიანს და აქ არის ის მომენტი, რომ აქ შვილები, ეს ოჯახი, რაღაც ელოდეს ასწავლის ბედნიერება, ქორწინება პირდაპირ დაფიქსირდა. მე ვფიქრობ, რომ აქ პირად იცეს, რომ თქვათ, უნდა დალაგდეს. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ახლა მანდა მაინც ახლა ერთ თვეში, ორ თვეში, ან ესე იყოს, შეიძლება ვიღაცას ან 1 წელიც დააგვიანდეს, რაღაცა 2 წელი მინდა ვთქვა, მაგრამ აშკარად როგორ არის, იცით, ეს გარდაქმნა, ეს ცვლილება იქნება და მოგვარდება, ესე რომ ვთქვა. კარგი, ნახოთ თქვენი ენერგიები როგორ იქნება, ზოგადად ენერგეტიკულად როგორ ხართ. თქვენი ენერგია შემართება, სხვათა შორის სამსახურის საქმე, ესე იგი თქვენ დასაქმებული ხართ. დასაქმებული როგორ უკაცრავად. ანუ აქ არის არა, მოდი ასე ვთქვათ, რადგან საჯაროა გაშლა, შეიძლება, მოკლედ მუშაობთ რა, ენერგიებში ეს ვიმას განთხოვ, ახლა ვიღაცის ბრძანებას ასრულებთ, ან თქვენ ვიღაცას აძლევთ დავალებას, ესე და ეს უკვე ტუφტალაპარაკია, ხო? ან ერთი იქნება, ორი და იმიტომ. და ასე ვთქვათ, რომ აქ პირდაპირ სამსახური გიფიქსირდებათ, ენერგეტიკულად, იცით რა არის, აქ რამე ქრონიკული დაავადება ხომ არ არის. არ არის გამორიცხული, რომ იყოს და ეს დრო და დრო მეორდებოდეს ქრონიკულ დაავადებებს, ესე მანდა მაინც წმენდებით რაღაცეები არ შველის ხალხო. ქრონიკაში მithometes როცა გადადის რაღაცეები ქრონიკულში, ხო? აქ აშკარად არის ის მომენტი, რომ შესაძლებელია ან ენერგეტიკულად ან რაღაცა გჭირთ, მაგრამ როგორ იქნებით, მე ჯანმრთელობაზე ჯერ არ მინდოდა გაშლა უბრალოდ თქვენს ენერგიას ეხება ეს და რაღაცა რა ვიცი, ალბათ ხანდახან დრო და დრო გააქვთ ეს. შეუძლოთ ყოფნა, ხო, ენერგიის მხრივან უბრალოდ არის ის მომენტი, არ შეგიძლიათ რაღაცა ძალიან თვალს იღებთ, რა ვიცი. ან კიდევ არის ის მომენტი, რომ რა ვიცი, წყევლასავით მოგზდებთ რამე, ნახე რა არის ენერგიებში აქ. ენერგია რა ლუკას ისე ის დასწა იცით რა არის, ხო, აქ რაღაც შეიძლება მართლა ქრონიკულია, მაგრამ თქვენ ძალიან კარგი ისა გაქვთ, სხვათა შორის ბედი, ეს არის შესაძლებელი, რა ვიცი, აქ ეს უკვე ყველასთვის არ არის, მაგრამ ნახეთ, მე ისი თქვა მინდა, ყველასთვის ეს არ იქნება, მაგრამ აქ ვიღაცა ქუდბედნიერი მყავს მე. აშკარად. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მაინც რომ გწყალობთ, ხო? მაინც რომ გწყალობთ თქვენ ეს ბედი. იცი რა არის აქ ერთ-ერთი შუქზე შეხედა. ხო, კი, ესე რეალებს ძალიან და ვერ დავინახე. აქ ვიღაც ქუდბედნიერი ყავთ, არ იცით რომ ვიღაცისთვის არ შეიძლება იცით, აი დაბადების დროს ბავშვს ყვება ქუდი. რაღაც ისეთი თავზე არის, რომელსაც იპარავენ სხვათა შორის. და არატნევენ, მშობლებს ძალიან კარგი არის ეს თუ მთელი ცხოვრება ბავშვის ქუდი აქვს, მაგრამ რომც მოიპარონ, ვაიმე რა გამახსენდა. სტატუილად არ გამომიწერია. ქუდბედნიერი, ეს რომ მოიპარონ, ბავშვი მაინც წარმატებულია.
ახლა მივხვდი. და ეს ბავშვი მე ვარ ხალხნო. და აქამდე არ მომსვლია ეს აზრად. ბედის მოპარვა. მაგას იპარავენ ბებია ქალები. იმიტომ დედას აქ ჩემთვის ესეთი რაღაც ნათქვამი. შენო ესე დაყვაო, მაგრამო არ გამომიჩინესო. იმას შემდეგ ყიდიან ესე ჯადოქრებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბავშვი იქნება აუცილებლად ძალიან კარგი ბედის. ყველაფერში რო გაუმართლებს იქ ჯანმრთელობაც იქ ნახეთ ბედი, დაოჯახება, შვილები, ისინი, ესენი შეიძლება კიდე ხართ ვინმე, მაგრამ ეხლა რა ვიცი, აი შოკი მივიღე უცებ. და ზედაკეთებენ ნუ შელოცვებს, რომ ეს ბედნიერება და წარმატება ხო ხვდებით თან იყოს და მე მაგ ქურდს ვეძებ მთელი ჩემი ცხოვრება, ვინ არის, ხანვის მივადექი ვიღაცა მაცხა გამიგეთა და აი ძირს ვერ მივაგენი, ეს არის ძირი, მივაგენი. ახლა მივხვდი. მე ამას ყიდიან ესე ჯადოქრებზე შელოცვები ვინც იცის იმ ხალხზე და მე ხო ხვდებით, რა თქმა უნდა, უკვე ვიღაცა ყიდულობს, ხო, ვისაც ეს ბედნიერება წარმატება უნდა და მთელი ცხოვრება მაგ ქურდს ვეძებ მე. ახლა მივხვდი. ახლა ვიცი როგორც უნდა მოვიქცე აქამდე. შავს ყველას დაეკარგება ის თილისმები, რაც აქვთ გულზე დაბნეული, მაგას ვიზამე. მაგდენი ენერგია შემწევს. მაგრამ რომ იცოდეთ, არ არის გამორიცხული, აქ ვიღაცა ესეთი ქუდბედნიერი ადამიანი გვყავს, რაც არ უნდა იყოს, მაინც ეს ბედნიერება და ეს წარმატება მაინც რომ სდევს ადამიანს, ხო? მაგრამ აქ რაღაც ქრონიკულში, ხა ეს უკვე ყველაფერი ჩემთვის კი არ არის გაშლა, მაგრამ არის რაღაცები გადასული, მაგრამ ნუ გეშინიათ. იმიტომ რომ აქ თქვენ მაინც გაქვთ ისეთი ენერგია, აქ სამსახური ეს ბედის შემოbrunება, კმაყოფილება, აი ნეიტრალურ დაბალანსებულ ენერგიებში მაინც იქნებით. აი ეს პოზიცია ფიქსირდება და ახლა ვნახოთ ჯანმრთელობა როგორ იქნება თქვენი მეტირება. იმრაში გამოიყენა ღმერთმა იცის. კარგით. მაგას მდგან ტყუილად მე ეს დასტარი გამომიწერი, ესე იგი, რომ ვიყიდე რაღაც ისევ იმასქენი, აი ეს ინფორმაცია აქედან უნდა ამეხო. ჯანმრთელობის მხრივ კარგად იქნებით, მაგრამ აი ეს ქრონიკული რაც დაფიქსირდა, ეტყობა ეს დროდადრო ხანდახან იქნება, მაგრამ მაინც შეძლებთ ამის ეს არ არის მუდმივი რა სულ ესე ცუდად იყოთ, არ ხანდახან ხო ცოტა მანახე რა სახის და პრობლემა არის. ცოტა შეიძლება აქ ვიღაცას ძვლები, ხერხემალი, ძვალთან სახსრები ესეთი რამე, ხო? იცით რა არის, უფრო შეიძლება ეს ჯანმრთელობის პრობლემები ცოტა მოდის იქედან, შეიძლება ვიღაცას ჩაცმა არ უყვარს, ფეხზე ჩაცმა არ უყვარს, რა ვიცი, თბილად ჩაცმა არ უყვარს, ან არ აქცევს რაღაცა ძალიან ისეთია, იბანავა გავარდაუცებ გარეთ, ესეთი ისა გაქვთ და მაგ დროს უფრო გცივდებით ეთყობა თქვენ აქ. ანუ დავუშვათ რაღაც რა ვიცი ლოგინში დაწვა დაიძინა და არ დაიფარა ნორმალურად საბანი, ხო, ისე თხლად არის და რაღაცა. აი ესეთი ვარიანტებია, ამას დაუკვირდით, ამას გაუფრთხილდით, დაზამთრ და ჩაიცვით. გარდერობს არ უნდა გათბობა ჩემო თანარჩენის მხრივ, პირიქით როგორ იქნება. ხო და ცოტა ივარჯიშეთ, იმიტომ რომ
ენერგეტიკული რაღაცაც ცოტა აქ არ მომწონს წყლის პროცედურები და წყალს უბწყალი და რაღაც შეერნობა ესეთი თემა. მანდა მაინც შეიძლება, რა ვიცი, ხა დარბაზი თუ გიყვართ, მაგრამ რატომა წყალი და სერნობა უფრო დამიფიქსირდა აქ. ესეთი რაღაცები მიაქციეთ ყურადღება. დანარჩენი ეს შიში კი გაქვთ, მაგრამ მრავალმხრივი საშუალება არის აქ თქვენ ამ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ, ესე მთლად არ არის ცუდად საქმე, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ გექნებათ ესე რომ ვთქვათ ის მომენტი რომ იყოთ მაინც სტაბილურობა შეინარჩუნოთ თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ ჩემო კარგებო. ნუ შეგეშინდებათ, გამოხვალთ გარკვეული ესე რომ ვთქვათ პრობლემიდან თქვენ რაც ეს კი ბატონო კი გამოხვალთ აქ რაღაც ნუ იფიქრებთ რომ რაღაცა ესეთი ის არის არაფერი მაგხალა ну დღეისთვის სულ ეს იყო აღარ მახსოვს რა სახელი დავარქვა მოვიფიქრეთ ვიდეოს როგორ დავიწყე გაშლა იმიტომ რომ ბოლოში ესეთი ინფორმაცია მოვიკითხე ცოტა მოვლოდნელი იყო ჩემთვის დაგასწროს დავფიქრებულ ვარ გამიფიქრებია გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით